დღევანდელი კონცერტი ბრამსის საფორტეპიანო კვინტეტით, ფა მინორი. ეს ძალიან დრამატული და ემოციური ნაწარმოებია, მაგრამ ამას გარდა ტრანსცენდენტური გრძნობაც გეუფლება. შესანიშნავი იყო ახალგაზრდა ქართველი პიანისტის ნახვა. თუ არ ვცდები, პირველად შეასრულა საფორტეპიანო კვინტეტი და ჩვენც ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვედით. აქ იყო მუსიკოსი ესპანეთიდან, ბელგიიდან, არაბი-ისრაელელი მუსიკოსი, ნამდვილად საერთაშორისო გუნდი. დიდი დრო დასჭირდება კომპოზიციების დახელოვნებას, თუმცა ხანდახან არ გჭირდება დრო იმისათვის, რომ შევეგუოთ ერთმანეთს. იმიტომ რომ მუსიკა არის ის, რაც გვაერთიანებს. ამიტომ როდესაც ჩავეფლობით მუსიკაში, მუსიკით ვგრძნობთ ერთმანეთს. ვიცით როგორი კომუნიკაცია გქონდეს. ეს ნამდვილად ცხოვრებისეული გაკვეთილია. სწავლობ როგორ მოусმინოთ ერთმანეთს, დაუცადოთ ერთმანეთს, ხარი დაუჭიროთ. ამიტომ ეს არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ ადამიანური გამოცდილებაა. ძალიან მიხარია აქ ყოფნა. პირველად ვარ წინადლის ფესტივალზე. ეს ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მომეცა შესაძლებლობა მემუშავა არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან. ზოგიერთი მათგანი ჩემი ახლო მეგობარია. ნამდვილად განსაკუთრებულია მათთან ერთად ყოფნა ამ მშვენიერ ქვეყანაში, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი. საოცარია, რომ მუსიკა მაძლევს საშუალებას აღმოვაჩინო ახალი ქვეყნები, მათი კულტურა და შევასრულო მუსიკალური კომპოზიციები მეგობრებთან ერთად. მე დღეს შევასრულე შუბერტის კვინტეტი, ასევე ცნობილი როგორც კალმახი. დაფუძნებულია მის ერთ-ერთ სიმღერაზე. ამ სიმღერაზე გააკეთა ვარიაციები და მე დავუმატა 4 ნაწილი და გამოვიდა ესეთი გენიალური კვინტეტი. დაუკარი 4 არაჩვეულებრივ მუსიკოსთან. ყოველთვის ძალიან მიყვარს წინანდალი, რადგან ესთან ორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის შეხამებაა, ჩემი სამშობლოსა და კლასიკური მუსიკის. და ეს განსაკუთრებულ გზნობასა და ატმოსფეროს აძლევს ყველაფერს და მუსიკასაც. ძალიან ვისიამოვნე ამ მუსიკოსებთან დაკვრა და დიდი მადლობა ყველას, ვინც წინანდლისთვის მუშაობს.